Ყველოს გულთბილად მივესალმები, ჩემთვის და ჩემი მთავრობის გუნდისთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ სირიის სახელმწიფოში არსებულ მდგომარეობაზე და სირიაში არსებულ რეალობაზე წინა რეჟიმის დაცემის შემდეგ. თქვენ ყველა მიცით, რომ სირიამ ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ომი გადაიტანა და ამ ომმა ძალიან მძიმე შედეგები დატოვა. ეს გამოცდილება მოგვაგონებს იმას, რაც გერმანიამ წარსულში გამოიარა. დიახ, რაც გარკვეულწილად სირიას გავს, ძალიან მაღალი დანგრევის დონით. ეს არ ნიშნავს, რომ სირიაში მომხდარი განადგურება უნდა აღვიქვათ როგორც საბოლოო წერტილი, არამედ როგორც გარდამტეხი მომენტი და საწყისი წერტილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ. გასულ წელს, წინა რეჟიმის დაცემის შემდეგ, ჩვენ საფუძვლიანი ცვლილებები შევიტანეთ საინვესტიციო კანონებში და აქტიურად აღვადგინეთ იურიდიული ინფრასტრუქტურა, რათა გაგვემარტივებინა და გაგვაუმჯობესებინა საინვესტიციო პროცესები. სირიაში ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელსაც ეწოდება ქალაქის აღდგენა. აღდგენის პროცესი ინვესტიციების გზით. და ჩვენ აქტიურად ვახალისებთ ბევრ კომპანიას, რომ დაინახონ და გამოიყენონ სირიის უნიკალური შესაძლებლობა, როგორც წარმატებული და სტაბილური საინვესტიციო პლატფორმა. გლობალური კომპანიებისთვის, მრავალი გლობალური, საერთაშორისო და რეგიონული კომპანია მოვიდა სირიაში ინვესტიციის ჩასადებად და უკვე პირველივე წელს ჩვენ მივახციეთ საერთო ინვესტიციების მოცულობას დაახლოებით 59 მილიარდი დოლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ სირიის მიმართ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ეკონომიკური სანქციები, ჩვენ წარმატებით შევძელით მათი გადალახვა რეგიონის ქვეყნების გადამწყვეტი დახმარებისა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წყალობით. გერმანიასაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი სირიის მიმართ სანქციების მოხსნაში, იმ არეულობების ფონზე, რასაც რეგიონი ამჟამად აწკდება. ამჟამად სირია წარმოადგენს რისკს მომარაგების ჯაჭვების უსაფრთხოებისა და ენერგიის მიწოდებისთვის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. და აბსოლუტურად ნათელია და გარდაუვალია, რომ ევროპული ქვეყნები ამ სცენარში უკიდურესად მძიმე შედეგებს მიიღებენ არაბეთის ყურედან ენერგიის მიწოდების დიდი შეფერხების გის გამო, რომელიც ამჟამად შეადგენს დაახლოებით 20%-ს არაბეთის ყურედან ნავთობისა და გაზის საერთო ექსპორტისა და ტრანსპორტირების. გარდა ამისა, ეს გავლენას მოახდენს მომარაგების ჯაჭვებზე. ამ მხრივ სირია წარმოადგენს უსაფრთხო თავშესაფარს მომარაგების ჯაჭვების უსაფრთხოებისთვის. მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო, ასევე ის უზრუნველყოფს ენერგიას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით. გარდა მისი სტრატეგიული მდებარეობისა და მთელი ამ სატრანსპორტო სისტემის სირიის ტერიტორიაზე დაკავშირებისა. იმისათვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ უსაფრთხო და შესაბამისი სავაჭრო მარშრუტი, რომელსაც შეუძლია სწრაფად და ეფექტიანად მიაღწიოს ევროპის კონტინენტის ბაზარს. და გარდა ამისა, დიახ, თუ წითელ ზღვაში, ან უსაფრთხო თავშესაფარში რაიმე შეფერხება მოხდება. და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სირია ამჟამად ქვეყნის მთლიანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესშია. მე ასე ვფიქრობ. იმ კომპანიის შემთხვევაში, რომელმაც 5000 მეგავატის სიმძლავრეში ჩადო ინვესტიცია, ამ ინვესტიციაში Siemens-ის წილი დაახლოებით 2000 მეგავატი იქნება. ელექტროსადგურის მეშვეობით. ამჟამად სირია სთავაზობს ფართო შესაძლებლობებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც ქვეყნის ყველა ძირითად სექტორს მოიცავს. ტურიზმის სექტორში სირია ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, მაგრამ ამასთან სირიამ ასევე შეძლო ეფექტურად აღედგინა კონტროლი თავის ნავთობის მარაგებზე და მუშაობს ნავთობისა და გაზის სექტორებში ახალი მრავალფეროვანი ინვესტიციების განხორციელებაზე. იგივე ეხება ტრანსპორტს, რკინიგზებს და მნიშვნელოვანი გზებისა და ავტომაგისტრალების აღდგის აღდგენას. ასევე სირიაში არსებობს დიდი დეფიციტი, რაც შეეხება რკინიგზების მშენებლობას. ამჟამინდელი უძრავი ქონების მიწოდება ასახავს სასწრაფო დეფიციტს, მინიმუმ 2 მილიონი ახალი საცხოვრებლის საჭიროებაზე მომდევნო წლებში. იხილეთ ამინ. ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, წარმოადგენს შესაძლებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ გვინდა ნულიდან დავიწყოთ, როგორც გერმანიამ გააკეთა, არამედ გვინდა იქიდან დავიწყოთ. გაჩერდნენ. ჩვენ გვინდა მივახციოთ იმას, რაც მსოფლიოში ყველაზე განვითარებულია და იქიდან დავიწყოთ, ანუ სწრაფად ავყვეთ ამ განვითარებას. მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შორის სირიას აქვს დიდი ადამიანური რესურსები, რადგან სირია ადამიანური რესურსების მწარმოებელია და მრავალფეროვანი ნიჩით გამოირჩევა. სირია არის ქვეყანა მრავალფეროვანი და მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსებით, რომლებიც მუშაობენ სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში, საბანკო სფეროში, ფინანსებში, ტურიზმში და ასე შემდეგ. დღეს გერმანია პრაქტიკულად ყველაზე დიდ სირიულ საზოგადოებას მასპინძლობს. ევროპაში ყველაზე დიდ უცხოურ საზოგადოებაში დაახლოებით 1,300,000 სირიელია.
ისინი იქ არიან და დიდი გამოცდილება დააგროვეს. შესაძლებელია ეს ემიგრაცია სასარგებლოდ იქცეს იმ ევროპული და გერმანული კომპანიებისთვის, რომლებიც სირიაში ინვესტირებას აპირებენ. გამოიყენონ პროფესიონალები, რომლებმაც გერმანიის უნივერსიტეტებში ისწავლეს და თანამედროვე ტექნოლოგიებზე მიუწვდებოდათ ხელი. ამ ცოდნის გადაცემა მოხდეს გერმანული კომპანიების პირდაპირი ინვესტიციებით სირიაში. მინდა რომ ბევრი დეტალი ერთად განვიხილოთ და მზად ვარ უპასუხო თქვენს ბევრ კითხვას, რაც ამ მომენტში გაწუხებთ. სირიის რეალობის განსაზღვრა უკეთესი იქნება პირდაპირი კონტაქტით და ასევე თქვენი ვიზიტებით. სირიის ამჟამინდელი მდგომარეობა ალბათ ბევრად უფრო ნათელ და მკაფიო სურათს წარმოადგენს, ვიდრე ახლა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო თქვენი სიტყვებისთვის. ეხლა მოვისმენთ დამსწრე მინისტრების მისალმებებს. და პირველ რიგში ვთხოვ ჩემს კოლეგას, ამავე თანამდებობაზე დოქტორ ასად ჰასან ალ-შაიბანის სიტყვით გამოსვლას გთხოვთ.